ოდესმე თუ გიფიქრიათ, რას ნიშნავს სიტყვა ძალაუფლება. უმეტესობისთვის ეს სიტყვა პოლიტიკასთან, ფულთან ან გვირგვინთან ასოცირდება. ადამიანი მიეჩვია დაინახოს ძალაუფლება მხოლოდ სოციალურ ჭრილში, რაც ერთი შეხედვით ლოგიკურიცაა. ჩვენ ხომ სოციალური ცხოველები ვართ, როგორც ამას არისტოტელე იტყოდა. მაგრამ თუ გვინდა გავიგოთ ძალაუფლების ნამდვილი ანატომია, უნდა ჩავიდეთ იქ, სადაც არ არსებობს არც სახელმწიფო და არც ადამიანი, სადაც ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია. თავი პირველი, ფიზიკის სამყარო. ფიზიკის სახელმძღვანელოებში სიმძლავრე განიმარტება როგორც მუშაობის შესრულება დროის გარკვეულ მონაკვეთში. P ტოლია A შეფარდებული ტესტთან, სადაც P არის სიმძლავრე, A არის შესრულებული სამუშაო, T კი არის დრო. ეს ფორმულა არის სამყაროს მარტივი და უნივერსალური კანონი. ძალაუფლება ნიშნავს უნარს აიღო ნედლი ენერგია და გარდაქმნა ის სასურველ შედეგად. რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად აკეთებ ამას, მით უფრო ძლიერი ხარ. მაგალითად ავიღოთ მზე და წარმოვიგინოთ იგი ძალაუფლების უზარმაზარ ცენტრად. მისი გრავიტაციული და თერმობირთული ძალა აიზულებს პლანეტებს იმოძრავენ მის ორბიტაზე. აქ ჩვენ ვხედავთ ძალაუფლების პირველ კანონს. ძალაუფლება კონცენტრირდება იქ, სადაც არის ენერგიის წყარო. მაგრამ სამყაროში არსებობს ერთი ეგრეთ წოდებული ბოროტი ძალა, რომელიც ყოველთვის ცდილობს ეს წესრიგი გააფუჭოს და იგი ქაოსად გადააქციოს. თქვენს წინაშეა ენტროპია, სამყაროს ფუნდამენტური კანონი, რომელიც ამბობს, რომ ენერგია ყოველთვის მიისწრაფვის გაფანტვისკენ. თუ ძალაუფლება არის სამყაროში წესრიგის შეტანა, ენტროპია მისი დაშლა. გასაკვირია, მაგრამ სწორედ ამ ცივი და ქაოტური კოსმოსის ყველაზე ამბიციური ქმნილება არის ცოცხალი უჯრედი, რომელიც ამბობს: მე არ დავიშლებით და არ დავემორჩილები ამ ქაოსს. მე გარდავქმნი მას წესრიგად. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ძალაუფლების პატარა ავტონომიაა, რომელიც გარემოდან იწევს ენერგიას, რათა შეინარჩუნოს შინაგანი წესრიგი. ბიოლოგიურ დონეზე ძალაუფლება ნიშნავს გადარჩენის უნარს. ვინც უფრო ეფექტურად მოიპოვებს და დახარჯავს ენერგიას, ის ხდება დომინანტი. მაგალითად, ლომი დომინირებს კურდღელს, კურდღელი დომინირებს სტაფილოს. ეს არის ბუნებრივი იერარქიის საფუძველი. მაგრამ აქ გამოდის ადამიანი და იერარქიის თავში ექცევა. მან აღმოაჩინა, რომ ენერგია არა კუნთებში, არამედ ფოკუსირებულ ყურადღებაშია. თუ ცხოველს მხოლოდ ინსტინქტები მართავს, ადამიანმა ამ ბუნებრივად გაწერილი კოდის შეჩერება შეძლო. მან გამოიჭირა საკუთარი თავი ფიქრში და გამოყო იგი გარესამყაროსაგან. გარესამყაროსგან საკუთარი თავის გამოყოფასკენ მთელი რიგი უპირატესობები მოჰყვა. ადამიანმა შეძლო საკუთარ წარსულზე დაკვირვება, ანუ მან აღმოაჩინა, რომ მასში არის ცოდნა. ადამიანი მიხვდა, რომ ძალაუფლება არ არის მხოლოდ კუნთებსა და კლანჭებში, არამედ ის გარე მატერიის მითვისებაშია, ხოლო ცოდნა ამ ენერგიის მართვის ერთგვარი ინსტრუქცია გახდა. ახლა ვიაგიხსნით, რას გულისხმობ. წარმოიდგინეთ, როცა ადამიანმა პირველად აიღო ჯოხი და გამოიყენა ის როგორც ხელგადი, ან როცა მას შეძლო ცეცხლის მოთვინიერება და ქვისი იარაღის შექმნა. ეს არ იყო უბრალოდ მოვლენა. ამან საფუძველი ჩაუყარა ადამიანის როგორც დომინანტი არსების ჩამოყალიბებას მთელ დედამიწაზე. თუმცა ძალაუფლების ფილოსოფია ადამიანის სხვა ცხოველებზე გამეფებით არ შემოიფარგლება. საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ გარე სამყაროს მსგავსად, მისი შინაგანი საკმაროდ საკმაოდ მოუწესრიგებელია. თავი მეორე. ფსიქოლოგიური სუვერენიტეტი. არსებობს ერთი ასეთი ლათინური გამოთქმა: საკუთარი თავის მართვა ყველაზე დიდი იმპერიაა. სანამ თქვენ გარე სამყაროს დაეუფლებით, მანამდე უნდა მოიგოთ ომი საკუთარ თავში. ძალაუფლების ანატომიაში ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა არის ის წერტილი, სადაც ბიოლოგიური მანქანა ხდება პიროვნება. ჩვენი ტვინი არ არის ერთგვაროვანი მონოლითი. იგი იყოფა სამ შრედ. პირველი, ეს არის ინსტინქტური შრე, ტვინის ყველაზე ძველი ნაწილი. ის პასუხისმგებელია გადარჩენის საბაზისო ფუნქციებზე. მეორე არის ემოციური შრე. ის მოგვიანებით ძუძუმწოვრების განვითარებასთან ერთად ჩამოყალიბდა. და ბოლოს, ცნობიერი შრე. ეს არის ტვინის ყველაზე ახალი და განვითარებული ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით დიდია ადამიანებში. სწორედ აქ ხდება მეს გაცნობიერება. შინაგანი ძალაუფლება იბადება მაშინ, როცა ცნობიერი ნება იმორჩილებს პრიმიტიულ ინსტინქტებს. წარმოიდგინეთ ეტლი, რომელშიც ველური ცხენები არიან შებმული. ცხენები, ეს თქვენი ნებები, შიშები და სურვილებია. თუ მათ თავის ნებაზე მიუშვებთ, ისინი აუცილებლად დაკვებავთ, თუმცა თუ მათ დავხოცავთ, ეტლი ადგილიდან ვეღარასდროს დაიძვრება. ძალაუფლება არის უნარი, გეჭიროს სადავეები და ეს ქაოსური ენერგია ერთი მიზნისკენ მიმართვა. ამ პროცესის უკეთ გასაგებად დავუშვოთ, რომ ჩვენს გონებაში არის ორი უკიდურესობა: ტირანი და მეფე. ტირანი არის ის, ვინც ძალაუფლებას შიშის და სხვების დათქმის ხარჯზე ეძებს. ტირანებს საკუთარი შინაგანი ქაოსის ეშინიათ. მათ არ აქვთ ძალაუფლება საკუთარ თავზე. ამიტომ ცდილობენ, რომ გარე სამყარო რკინის მარწუხებში მოაქცია. ტირანია ეს სისუსტის ნიშანია. ეს არის მცდელობა და მალო შინაგანი სიცარიელე გარეგანი ხმაურით. ახლა კი განვიხილოთ მეფე. იგი წესრიგის სიმბოლოა. ნამდვილი მეფე არის ის, ვინც საკუთარ თავს კანონს უქვემდებარებს. მეფე მისის საკუთარი ბნელი მხარეების შესახებ, მაგრამ მან ისწავლა შინაგან ურჩხულთან გამკლავება. ვინც ფიქრობს, რომ სრულიად კეთილია, ის რეალურად სუსტი და მატყუარა. შინაგანი აგრესია დამოუკიდებლად მუშაობს ქვეცნობიერში. ნამდვილი ძალაუფლება აქვს მას, ვისაც აქვს ხმალი და მისი გამოყენებაც იცის, მაგრამ ირჩევს, რომ ის ქარქაში ჩადოყოს. იმისთვის, რომ იყოთ სუვერენული, თქვენ უნდა იყოთ საშიში, მაგრამ წინდახედული და დისციპლინირებული.
შინაგანი ძალაუფლების მოპოვება ნებისყოფის ვარჯიშია. იფიქრიათ თანამედროვე სპორტსმენებზე, რატომ იტანჯავენ ისინი თავს ამდენი ვარჯიშით და დისციპლინით. იმიტომ, რომ ყოველი არა, რომელსაც თქვენ სისუსტეებს ეუბნებით, არის კიდევ ერთი დადებული აგური თქვენი შინაგანი ციხესიმაგრის კედელზე. ის, ვინც საკუთარ იმპულსებს ვერ მართავს, ყოველთვის იქნება სხვისი მანიპულაციის მსხვერპლი. იმიტომ, რომ სისტემამ ყოველთვის იცის როგორ ითამაშოს თქვენ სისუსტეებს. შიმშილზე, სექსუალურ ლტოლვაზე და აღიარების წყორულზე. სამყარო ცდილობს თქვენს ნორმალიზებას. სისტემა სჭირდება, რომ თქვენ იყოთ პროგნოზირებადი, მართვადი და სუსტი. ფსიქოლოგიური სუვერენიტეტი არის ამ ტყუებიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა. როცა თქვენ აღწევთ შინაგან სიმტკიცეს, თქვენი გარეგანი ყოფა იცვლება. ადამიანები ინსტინქტურად გრძნობენ ამას. არსებობს რაღაც უხილავი გრავიტაცია, პიროვნების გარშემო, რომელმაც დაიმორჩილა საკუთარი დემონები. ასეთ ადამიანს არ სჭირდება ყვირილი, ან იზოლება. მისი არსებობა უკვე ძალაუფლების აქტია. მაგრამ როგორც კი ადამიანი იპოვის შინაგან ძალას, იგი ხვდება, რომ მარტო ვერაფერს გახდება. იმისათვის, რომ რეალობა შეცვალოთ, საჭიროა სხვა ადამიანების ნების დამორჩილებაც. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო თამაში. თავი მესამე. უხილავი ბორკილები. როგორ შეიძლება ერთმა მართოს 1000, ან 10-მა მართოს მილიონი? ძალით, იარაღით? შეიძლება. მაგრამ არსებობს ერთი უფრო ლმობიერი გზა. ამბავი. დიახ, ჩვენი სახეობა სხვა ცხოველისგან მარტო იმით კი არ განსხვავდება, რომ მან ატომური იარაღი შექმნა. არამედ იმითაც, რომ მას ჯერა ისეთი რაღაცების, რაც სინამდვილეში არ არსებობს. ლომს ვერაფრით დააჯერებ, რომ თუ ახლა თავის ნანადირებს დაგიტმობს, სიკვდილის შემდეგ ლომების 60-ში მოხდება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ადამიანებს. კოლექტიური მითოსი. ეს არის ძალაუფლების უდიდესი ქვაკუთხედი. ძალაუფლება ყოველთვის იქაა, სადაც არის ნარატივი. უძველეს შუმერში, ეგვიპტესა თუ მაიას ცივილიზაციაში, პირველი მმართველები არ იყვნენ ყველაზე ძლიერი მებრძოლები. ისინი იყვნენ ქურუმები. მათ იცოდნენ ღმერთების ენა. მათ შექმნეს ამბავი, რომლის მიხედვითაც მეფე არ არის უბრალოდ ადამიანი. ის არის ღმერთების მიერ დანიშნული მმართველი. როცა თქვენ გჯერათ ერთი და იმავე ღმერთის, ერთი და იმავე დროშის, ან ერთი და იმავე კანონის, თქვენ ხდებით მართვად. მითოსი არის ოპერაციული სისტემა, რომელიც ჩვენს თავებშია ჩადვირთული. ის გვეძლევს საერთო მორალს, საერთო მიზანს, და რაც მთავარია, საერთო მტერს. ვინც ფლობს ამბავს, ის ფლობს ხალხის ნებას. მაგრამ მითოსი ვერ იარსებებდა მისი მთავარი ინსტრუმენტის, ენის გარეშე. ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. ენა არის რეალობის ფილტრი. ძალაუფლება იწყება იქ, სადაც იწყება სახელდება. როცა თქვენ არ ხმევთ სახელს მოვლენას, თქვენ იძენთ მასზე კონტროლს. დაფიქრდით, როგორ ცვლიან დიქტატორები და სისტემები ენას. ისინი იგონებენ ახალ ტერმინებს და გრძალავენ ძველებს. იმიტომ რომ თუ თქვენს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა თავისუფლება, თქვენ ვერასდროს ირსნობთ მის ნაკლებობას. თუ თქვენს ენაში ომს მშვიდობის დამყარებას დაარქმევენ, თქვენ იგონება წინააღმდეგობას ვეღარ გაგიწევთ. ეს არის სემანტიკური ძალაუფლება. ვინც განსაზღვრავს სიტყვების მნიშვნელობას, იგი განსაზღვრავს თქვენი აზროვნების საზღვრებს. ჩვენ ცხოვრობთ ენის მიერ აშენებულ ციხეში, სადაც კედლები უხილავია, მაგრამ გაცილებით უფრო მყარი, ვიდრე ბეტონი. მითოსი და ენა მუშაობენ სიმბოლოების მეშვეობით. სიმბოლო არის მოკლე გზა ქვეცნობიერისაკენ. მას არ სჭირდება ლოგიკა. როცა ხედავთ ჯვარს, ნახევარმთვარეს, ან რაიმე კონკრეტულ დროშას, თქვენს ტვინში ირთვება ემოციების მთელი კასკადი. თქვენ მზად ხართ მოკვდეთ ნაჭრისთვის, რომელსაც დროშა ჰქვია. არა იმიტომ, რომ იგი ფიზიკურად ძვირფასია, არამედ იმიტომ, რომ მასში ჩადვირთულია 1000 წლიანი მითოსი. ძალაუფლება ყოველთვის ახდენს თავის ესთეტიზაციას. ის იყენებს ოქროს, მაღალ პირამიდებს, გრანდიოზულ სასახლეებს და რიტუალებს, რათა დათრგუნოს ინდივიდი. ამ არქიტექტორის წინაშე თქვენს თავს პატარად გრძნობთ, ხოლო სისტემა მარადიულად გეჩვენებათ. ეს არის ვიზუალური ჰიპნოზი. დღეს მითოსი არსად წასულა, მან უბრალოდ ფორმა შეიცვალა. დღეს ჩვენი მითები არის პროგრესი, დემოკრატია, კაპიტალიზმი ან სოციალური სამართლიანობა. ეს არის ახალი რელიგია, რომელსაც თავისი ქურუმები და წმინდა ტექსტებიც აქვს. ინფორმაციულ ეპოქაში ძალაუფლება მას ეკუთვნის, ვინც მართავს ყურადღებას. თუ ვინმე შეუძლია გაიძულოთ, რომ დღეში 10 საათი მის მიერ შექმნილ ციფრულ მითოლოგიაში გაატაროთ, მას აღარ სჭირდება თქვენი იარაღით დამონება. თქვენი გონება უკვე მის მფლობელობაშია, მაგრამ მითოს ერთი სუსტი წერტილი მაინც აქვს. ის მუშაობს მანამ, სანამ ყველას გჯერა მისი. როგორც კი ხალხი წყვეტს საერთო ზღაპრის დაჯერებას, სისტემა იწყებს რყევას, როცა სიტყვები აზრს კარგავს, როცა სიმბოლოები აღარ აღგვაფრთოვანებს, მითოსი კვდება. და რა ხდება მაშინ, როცა უხილავი ბორკილები წყდება? თავი მეოთხე, იძულების არქიტექტურა. ჩვენ ვისაუბრეთ ფიზიკაზე, ფსიქოლოგიასა და მითებს, მაგრამ არსებობს რეალობის ისეთი წერტილი, სადაც ფილოსოფია მთავრდება. არსებობს მომენტი, როცა სოციალური კონტრაქტი იხევა და მის მიღება ჩნდება ძალაუფლების შეშველი ჩონჩხი.
სანამ ფილოსოფოსები იმაზე მსჯელობენ თუ როგორი უნდა იყოს იდეალური მმართველი, მაკიაველი სვამს ერთადერთ რეალურ შეკითხვას. რა სჯობს მმართველისთვის? რომ უყვარდეთ თუ ეშინოდეთ მისი? პასუხი მარტივია. ვინაიდან სიყვარული მერყევი გრძნობაა, ხოლო ადამიანები ანგარებიანი და ცვალებადი არსებები არიან, მაკიაველი ირჩევს შიშს, რადგან ის მმართველის ნებაზეა დამოკიდებული. სანამ ყველაფერი კარგადაა, საზოგადოებას უყვარხარ, მაგრამ როგორც კი საფრთხეს დაინახავენ, მაშინვე ზურგს გაქცევენ. ამიტომაც უნდა იყოს მმართველი საშიში, მაგრამ არა საზულველი. მაკიაველი არ იყო ტირანიის მომხრე. სწორედ ამიტომ მოგცა მან ლომისა და მელიის მაგალითი. ძლიერი მმართველი საჭირო შემთხვევაში უნდა ჰყავდეს ლომს, ამბობს იგი, რათა დააფრთხოს მგლები და ხაზი გაუსვას თავის სიმამაცეს და ავტორიტეტს. მაგრამ ამავე დროს უნდა შეეძლოს იმოქმედოს როგორც მელიამ, რათა დაინახოს მახეები და საჭირო შემთხვევაში გამოიყენოს თავისი ცბიერება. ძალაუფლება, მაკიაველის მიხედვით, არის ბალანსი უხეშ ძალას და დახვეწილ მანიპულაციას შორის. მისი მთავარი გაკვეთილი კი ისაა, რომ ძალაუფლება მორალის მიღმა დგას. ალბათ ხშირად მოგისმენია ცნობილი ფრაზა: მიზანი ამართლებს საშუალებას. მაკიაველისთვის ეს ნიშნავდა, რომ მმართველისთვის სისტემის გადარჩენა უფრო მაღალი ღირებულება უნდა იყოს, ვიდრე პირადი სიკეთის აქტი. მაქს ვებერმა, თანამედროვე სოციოლოგიის მამამ, სახელმწიფო განმარტა ერთი უტყუარი ფრაზით: ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ფლობს ლეგიტიმური ფიზიკური ძალადობის მონოპოლიას. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონი, ნებისმიერი სასამართლო განჩინება და ნებისმიერი საგადასახადო მოვლენა საბოლოო ჯამში ეყრდნობა ერთ მარტივ ფაქტს. იქ სადღაც არსებობს ადამიანი იარაღით ხელში, რომელიც მზად არის, რომ ეს მოთხოვნა ძალით აღასრულოს. იზოლების არქიტექტურა არის ის უკანასკნელი არგუმენტი, რომლის გარეშეც ძალაუფლების მთელი პირამიდა ერთ დღეში ჩამოიშლებოდა. ძალაუფლება ყოველთვის იყო ტექნოლოგიური რბოლა სიკვდილის დისტანცირებაში. თავდაპირველად, ძალაუფლება ჰქონდა მას, ვინც ფიზიკურად ყველაზე ძლიერი იყო მუშტებით ბრძოლაში. შემდეგ მას, ვისაც ჰქონდა ხმალი. შემდგომ შულდისარი, თოფი, რაკეტა და ასე შემდეგ. რაც უფრო შორს არის მმართველი თავისი მსხვერპლისგან, მით უფრო ადვილია ძალის გამოყენება. დღეს ძალაუფლება იმის ხელშია, ვისაც შეუძლია მსოფლიოს მეორე ბოლოდან საკუთარ კაბინეტში ხილაგზე თითის დაჭერით გადაწყვეტოს ათასობით ადამიანის ბედი. მაგრამ იზოლების არქიტექტურა მხოლოდ ომი და სისხლის ზღვრა არ არის. მისი ყველაზე გენიალური გამოვლენა შიშის დათესვაა. ნამდვილი ძალისმიერი ძალაუფლება მაშინ კი არ მუშაობს, როცა ისვრის, არამედ მაშინ, როცა მისი არსებობა უკვე საკმარისია მორჩილებისათვის. თომას ჰობსი ამბობდა, რომ ადამიანები ბუნებით ქაოსურები არიან და მათ მხოლოდ სიკვდილის შეში აიძულებთ წესრიგში ცხოვრებას. აქ შემოდის თანამედროვეობის ყველაზე დიდი იარაღი, თვალთვალი. თუ ადრე ჯაშუშები გითვალთვალებდნენ, ახლა ეს ჯაშუში ქუჩის კამერად გადაიქცა, ან GPS-ად თქვენს ჯიბეში. ეს არის უხილავი ციხე. როცა თქვენ იცით, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დაისაჯოთ, თქვენ თავად ხდებით საკუთარი თავის ზედამხედველი. ეს არის იზოლების უმაღლესი ფორმა. როცა ძალა აღარ გეხებათ ფიზიკურად, მაგრამ მისი აღჭრილი მართავს თქვენს ყოველნაბიჯს. თუმცა იზოლების არქიტექტურას ერთი ფატალური ხარვეზი აქვს. იგი წარმოუდგენლად ძვირია. სამყაროს ფიზიკური კანონების მიხედვით, ყოველი მოქმედება იწვევს ტოლფას უკუქმედებას. ყოველი ჯარისკაცი, რომელსაც ქუჩაში აკანებთ, არის ენერგია, რომელიც სისტემას აკლდება. ყოველი ადამიანი, რომელსაც ძალით იმორჩილებთ, ხდება თქვენი პოტენციური მტერი. იძულებაზე დაფუძნებული ძალაუფლება ჰგავს ცეცხლს. ის შესანიშნავია გასანადგურებლად, მაგრამ მასზე ვერაფერს დააშენა. თუ სისტემა მხოლოდ შიშს ედგას, იგი მყიფეა. როგორც კი რკინის მუშტი წამით განკლდება, როგორც კი რესურსი გამოილევა ჯარის შესანახად, მთელი სტრუქტურა წამებში იშლება. ისტორიის სასაფლაო სავსეა იმპერიებით, რომლებსაც ეგონათ, რომ ხმალი მარადიულია. ნაპოლეონ ბონაპარტმა, კაცმა, რომელმაც ევროპა სისხლით დალაშქრა, სიცოცხლის ბოლოს თქვა: სამყაროში მხოლოდ ორი ძალაა, მახვილი და სულისკვეთება. საბოლოო ჯამში, მახვილს ყოველთვის სულისკვეთება ამარცხებს. იზოლების არქიტექტურა არის ძალაუფლების უკანასკნელი თავშესაფარი. მას მიმართავენ მაშინ, როცა მითოსი ძალას კარგავს. ჭკვიანი მმართველები ყოველთვის ხვდებოდნენ, რომ ადამიანების ფიზიკურად დამონებაზე გაწეული ძალის ხმევა ხშირად აღემატებოდა იმ სარგებელს, რასაც მათი მონური შთომა იძლეოდა. მაშინ, როცა არსებობს რაღაც უფრო მოქნილი, უფრო თხევადი, რაც ადამიანებს აიძულებს იმოქმედონ ისე, რომ მათ შუბლზე იარაღი არ დაადონ. თავი მეხუთე, ლევიათანი. წარმოიდგინეთ არსება, რომელიც შედგება მილიონობით ადამიანისგან, მაგრამ ფიქრობს და მოქმედებს როგორც ერთიანი ორგანიზმი. მას არ აქვს გული, არ აქვს სინდისი და არასოდეს იწინებს. თომას ჰობსმა, მე-17 საუკუნის ფილოსოფოსმა, მას ლევიათანი უწოდა. დღეს კი ჩვენ მას სისტემას ვეძახით. ძალაუფლების ანატომიაში ეს არის ყველაზე რთული და საშიში ეტაპი. აქ ძალაუფლება პერსონალურიდან გადადის სტრუქტურულში. თუ ადრე ძალაუფლება მეფეს ჰქონდა, დღეს ის კაბინეტს აქვს. თუ ადრე გმართავდა ადამიანი, დღეს გმართავს პროცედურა. სისტემა მისწავლა უკვდავება. ის გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ნებისმიერი დიქტატორი,
რადგან მან ძალაუფლება ადამიანებისგან კი არ წაიღო, არამედ მათ შორის არსებულ კავშირებში გაფანტა. სისტემური ძალაუფლების მთავარი იარაღი ბიუროკრატიაა. ბევრი ფიქრობს, რომ ბიუროკრატია მხოლოდ ქაღალდების ფურცლაა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალაუფლების პიროვნებისგან დაცლის გენიალური მექანიზმი. ბიუროკრატიულ აპარატში არავინ არის პასუხისმგებელი, რადგან ყველა მხოლოდ ინსტრუქციას ასრულებს. როგორც ჰანა არენდი იტყოდა, ეს არის ბანალური ბოროტება. როცა ძალაუფლება დანაწილებულია ათასობით პატარა ჭანჭიქზე, სისტემას შეუძლია ჩაიდინოს ნებისმიერი საშინელება ისე, რომ არც ერთ ჭანჭიქს არ გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა. თქვენ არ ებრძვით ადამიანს, თქვენ ებრძვით ფორმას, რეგლამენტს და რიგს. ეს არის უხილავი კედელი, რომელსაც ვერ დაარტყა, რადგან ის ერთდროულად თან ყველგანა და თან არსად. სისტემური ძალაუფლება მუშაობს სტანდარტიზაციის პრინციპით. იმისათვის, რომ მან გმართოთ, მან ჯერ უნდა დაგაპატარავოთ. თქვენ აღარ ხართ თავისუფალი სული, თქვენ ხართ პირადი ნომერი, საგადასახადო კოდი, სტატისტიკური ერთეული და ასე შემდეგ. მიშელ ფუკოს აზრით სისტემამ სკოლები, ქარხნები და საპყრობილეები შექმნა იმისთვის, რომ მოახდინოს ადამიანის ნორმალიზება. სისტემას არ სჭირდება თქვენი სიკვდილი. ეს უბრალოდ ენერგიის ფლანგოა. მას სჭირდება თქვენი ეფექტურობა. სისტემამ ისწავლა ძალაუფლების ინტეგრირება თქვენს ყოველდღიურობაში. თქვენ იცავთ წესებს არა იმიტომ, რომ გეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არსებობა უბრალოდ შეუძლებელია. სისტემამ შექმნა გარემო, სადაც მორჩილება არის ყველაზე კომფორტული გზა. მაგრამ ჩვენ შევედით ახალ, კიდევ უფრო დახვეწილ ფაზაში, ალგორითმულ დიქტატურაში. თუ ძველი ლევიათანი ქაღალდებისა და ბეჭდებისგან შედგებოდა, თანამედროვე სისტემა მონაცემთან აკადია. დღეს ძალაუფლება გადავიდა იქ, სადაც ინფორმაციაა. ალგორითმი არის ციფრული ბიუროკრატი. ის არ გსჯით, ის გთავაზობთ. ის სწავლობს თქვენს სურვილებს, თქვენს სისუსტეებს და გიქმნით საინფორმაციო ბუშტს, სადაც თქვენ ყოველთვის მართალი ხართ, მაგრამ არასოდეს თავისუფალი. ეს არის ძალაუფლების უმაღლესი ფორმა. მოჩვენებითი არჩევნის თავისუფლება. სისტემა ისე ალაგებს თქვენს გარემოს, რომ თქვენ ირჩევთ ზუსტად იმას, რაც მას სჭირდება, მაგრამ გონიათ, რომ ეს თქვენი ნებაა. სისტემური ძალაუფლება გვპირდება ერთ რამეს, რასაც ჩვენი პრიმიტიული ტვინი ვერ უძლებს. პროგნოზირებადობას. სამყარო ქაოსურია. სისტემა კი გვთავაზობს ილუზიას, რომ ხვალინდელი დღე ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც დღევანდელი. ჩვენ ვთმობთ ჩვენს ავთენტურობას, უსაფრთხოების სანაცვლოდ. ჩვენ ვთმობთ ჩვენი შინაგანი მეფის სუვერენიტეტს იმისთვის, რომ ვიყოთ ამ გიგანტური მანქანის დაცული ნაწილი, მაგრამ აქ იმალება სისტემის მთავარი საფრთხე. როცა ძალაუფლება ხდება უპიროვნო, ის ხდება უპასუხისმგებლო. მანქანას არ შეუძლია თანაგრძნობა. მას არ შეუძლია გაჩერება, როდესაც ის შეცდომას უშვებს. სისტემა მიისწრაფის თვითშენარჩუნებისაკენ. მაშინაც კი, თუ ეს მისი შემადგენელი ნაწილების განადგურებას ნიშნავს. ამიტომ სისტემას სჭირდება საწვავი, და ეს საწვავი არ არის მხოლოდ მორჩილება. არსებობს ერთი უნივერსალური ენა, რომლითაც სისტემის ყველა ნაწილი ერთმანეთთან ურთიერთობს. არსებობს ენერგიის კონცენტრატი, რომელიც ამ მანქანას მუშაობის საშუალებას აძლევს. თავი მეექვსე. ფული. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ იმორჩილებს სისტემა ადამიანს კანონებითა და ბიუროკრატიით, მაგრამ სისტემას სჭირდება სისხლი. მას სჭირდება რაღაც, რაც აიძულებს მილიონობით ადამიანს, რომ ყოველდღიურად ადგეს და აკეთოს ის, რაც მათ შესაძლოა საერთოდაც კი არ სურდეთ. ძალაუფლების ანატომიაში ფული არ არის მხოლოდ გაცვლის საშუალება. ფული არის აკუმულირებული ენერგია. წარმოიდგინეთ, რომ ფული არის უნივერსალური ბატარეა, რომელშიც შენახულია ადამიანური შრომა, დრო და ინტელექტი. ვინც ამ ბატარეას ფლობს, მას შეუძლია ეს ენერგია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერი მიზნისთვის გამოიყენოს. ეს არის ნამდვილი ალქიმია. ადამიანური სიცოცხლის წუთების გარდაქმნა ციფრებად და შემდეგ ამ ციფრების კვლავ რეალობად გადაქცევა. ეკონომიკური ძალაუფლება გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე სამხედრო იძულება. რატომ? იმიტომ, რომ იგი ლავირებადია. მახვილით თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ ადამიანი თხაროს მიწა, მაგრამ თქვენ მას ვერ აიძულებთ, რომ გიერთგულოთ, ან იყოს კრეატიული. ფულით კი თქვენ ყიდულობთ მის ნებას. თქვენ აღარ გჭირდებათ მისი სხეულის ტყვედაყვანა. თქვენ ყიდულობთ მის დროს. ისტორიის მანძილზე ძალაუფლება ყოველთვის გადადიოდა იქ, სადაც ყველაზე მეტი კონსერვირებული ენერგია გროვდებოდა. თავიდან ეს იყო მიწა, შემდეგ ოქრო, დღეს კი კაპიტალი. დღეს ბანკირის კალამი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გენერლის ხმალი, რადგან კალამს შეუძლია დააფინანსოს არმია, ან გაანადგუროს იგი ისე, რომ ერთი ტყვიას კი არ ისროლოს. ეს აბსტრაქტული ბატონობა, მაგრამ ფულის ნამდვილი მაგია სხვა რამეშია. ეს არის ვალი. ვალი არის ძალაუფლება მომავალზე. როცა თქვენ იღებთ კრედიტს, თქვენ აგირავებთ თქვენი ცხოვრების მომდევნო 10 ან 20 წელს. თქვენი მომავალის შრომა უკვე გაყიდულია. სისტემამ აღმოაჩინა, რომ ადამიანის დამორჩილების საუკეთესო გზა არა მისი წარსულის დასჯა, არამედ მისი მომავლის მითვისებაა. დააგვირდით გლობალურ ეკონომიკას. ქვეყნები, კორპორაციები და ინდივიდები ყველა ჩაბმულია ვალის უზარმაზარ ქსელში. ეს არის თანამედროვეობის უხილავი ბორკილები. თქვენ გონიათ, რომ თავისუფალი ხართ, რადგან შეგიძლიათ აირჩიოთ სამსახური, მაგრამ სინამდვილეში თქვენ სხვა არჩევანი არ გაქვთ. გარდა იმისა, რომ იყოთ ეფექტური ჭანჭიკის სისტემაში,
რათა დაფაროთ თქვენი ვალდებულებები. თუმცა ფული მხოლოდ სიმბოლოა. ნამდვილი ძალაუფლება რესურსების კონტროლშია. ვინც ფლობს ნაკადს, ის მართავს მდინარეს. ძალაუფლების ანატომიაში არსებობს სტრატეგიული წერტილები, ენერგია, საკვები და ინფორმაცია. თუ თქვენ ფლობთ ერთადერთ ჭას დიდ უდაბნოში, თქვენ ხართ ღმერთი მათთვის, ვისაც წყურია. თანამედროვე ჭები კი არის ნავთობსაბადოები, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები და სასურსათო ჯაჭვები. ეკონომიკური ძალაუფლება არის უნარი, შექმნა ხელოვნური დეფიციტი. როცა რაღაც აკლიათ, ადამიანები მზად არიან დათმონ ყველაფერი, მათ შორის თავისუფლებაც კი, რათა ეს დანაკლისი შეივსო. ჩვენ მოვედით წერტილამდე, სადაც ეკონომიკური ძალაუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე სახელმწიფო საზღვრები. ტრანსნაციონალური კორპორაციები დღეს ახალი იმპერიებია. მათ არ სჭირდებათ ტერიტორიების დაპყრობა, მათ სჭირდებათ ბაზრების ათვისება. მათი ძალაუფლება არის არა იარაღში, არამედ დამოკიდებულებაში. როცა მთელი მსოფლიო დამოკიდებულია ერთ ოპერაციულ სისტემაზე, ან ერთ სოციალურ ქსელზე, ამ ქსელის ან ოპერაციული სისტემის მფლობელი გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი პრეზიდენტი. მაგრამ გახსოვდით, ფული არის ნდობა. ეს არის ძალაუფლების ყველაზე დიდი ილუზია. ფული მხოლოდ მანამ მუშაობს, სანამ ჩვენ ყველას გვჯერა, რომ ამ ქაღალდებს ან ციფრებს რაღაც ღირებულება აქვს. ეს არის კოლექტიური ჰალუცინაცია, რომელიც რეალობას მართავს. თუ ნდობა გაქრება, ოქროს სასახლეები ერთ ღამეში იქცევა უსარგებლო ნანგრევებად. და აი აქ შემოდის ძალაუფლების შემდეგი, ყველაზე საშიში ეტაპი. კაცობრიობამ აღმოაჩინა, რომ ფულიც კი ზედმეტად მატერიალურია. ისინი მიხვდნენ, რომ ნამდვილი კონტროლი არა ჯიბეში, არამედ გონებაშია. თუ ფული თხევადინებაა, მაშინ ინფორმაცია თავად რეალობის კოდია. ჩვენ გადავდივართ ეპოქაში, სადაც ძალაუფლება იზომება არა ოქროს რეზერვებით, არამედ იმით, თუ ვის აქვს ცდომა თქვენს ქვეცნობიერთან. ვინც ფლობს მონაცემებს, ის ფლობს სიმართლეს. თავი მეშვიდე. ინფორმაციული დიქტატურა. 21 საუკუნეში ძალაუფლების ანატომია მკვეთრად შეიცვალა. თუ ადრე დიქტატორებს სჭირდებოდა თქვენი სხეულის დამწყდება ციხეში, დღევანდელ სისტემას სჭირდება რაღაც უფრო ძვირფასი, თქვენი ყურადღება. ჩვენ ვცხოვრობთ ყურადღების ეკონომიკაში, სადაც ყოველი წამი, რომელსაც თქვენ ეკრანთან ატარებთ, არის მოპოვებული რესურსი. ინფორმაცია გახდა ახალი ნავთობი, ხო ალგორითმები, ახალი იმპერატორები. ინფორმაცია, თავისი არსით, არის ენტროპიის საპირწონე. ის არის წესრიგი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორია სამყარო. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ამ წესრიგის მწარმოებელი ერთი კონკრეტული ძალა ხდება? დღეს ძალაუფლება მას ეკუთვნის, ვინც მართავს მოწოდებულ ინფორმაციას. სიმართლე აღარ არის ობიექტური მოცემულობა. სიმართლე გახდა პროდუქტი, რომელიც იქმნება და ვრცელდება ალგორითმების მეშვეობით. ეს არის რბილი დიქტატურა. სისტემა აღარ გიგზავნებთ ფიქრს. ის უბრალოდ გთავაზობთ იმდენ ინფორმაციულ მაგავს და ხმაურს, რომ თქვენ აღარ შეგიძლიათ განასხვავოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. ეს არის ცენზურა ინფორმაციის სიჭარბით. აქ შემოდის ფსიქოლოგიური манипуляციის უმაღლესი დონე. ალგორითმებმა იციან თქვენ შესახებ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ იცით საკუთარ თავზე. მათ იციან თქვენი დაფარული შიშების და სურვილების შესახებ. როცა სოციალურ ქსელში რაღაცას უყურებთ, თქვენ არ უყურებთ შემთხვევით ნაპოვნ კონტენტს. თქვენ უყურებთ იმას, რაც თქვენს ქვეცნობიერზეა მორგებული. თქვენ გონიათ, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ან გემოვნება თქვენი პირადი არჩევანი, მაგრამ სინამდვილეში ეს ეკრანიდან მიღებული მითითებების აღსრულება. სისტემა გვკვებავთ იმ ინფორმაციით, რომელიც თქვენს არსებულ რწმენებს კიდევ უფრო ამყარებს. შედეგად, საზოგადოება იხლეჭება პატარა, დაპირისპირებულ ჯგუფებად, რომელთა მართვაც გაცილებით უფრო იოლია. დაქსაქსული მასა ვერასდროს აღუდგება წინ სისტემურ ძალაუფლებას. ჯორჯ ორუელს ეგონა, რომ თვალთვალი იძულებითი იქნებოდა. ის შეცდა. ჩვენ თავად ვიყიდეთ ჩვენი თვალთვალის მოწყობილობები. თავად ვიხდით მათში ფულს და თავად ვაგვაქვს ყველგან. ეს არის ციფრული პანოპტიკონი. ძველ ციხეებში ზედამხედველი ცენტრალურ კოშკში იჯდა და პატიმრებმა არ იცოდნენ, თუ როდის უყურებდა მათ. დღეს კი ერთდროულად პატიმრებიც ვართ და ზედამხედველებიც. ჩვენ ვუყურებთ, ვაფასებთ და განსჯით ერთმანეთს. მაგრამ ამით მხოლოდ და მხოლოდ ვამყარებთ სისტემის მიერ დადგენილ ნორმებს. ძალაუფლება აღარ მოდის ზემოდან. ის ჩვენ შორისაა გაფანტული. ჩვენ თავად გავხდით პოლიციელები, რომლებიც სხვის აზრებს და სიტყვებს აკონტროლებენ. ვინ ფლობს ამ ინფორმაციულ დიქტატურას? ერთი კონკრეტული ადამიანი თუ ალგორითმული კაპიტალი? ძალაუფლება გადავიდა იქ, სადაც მონაცემთა გადამამუშავებელი მანქანები არიან. აქ შემოდის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღევანდელობის ახალი ორაკულია. ჩვენ შევქმნით ღმერთი, რომელიც ჩვენი მონაცემებით იკვებება და შემდეგ ჩვენსავებებს თავად განსაზღვრავს. ეს არის ძალაუფლების საბოლოო აბსტრაქცია. მას არ აქვს სხეული, რომელსაც მოკლავ, და არ აქვს სასახლე, რომელსაც დაანგრევ. ის არის კოდი, რომელიც ყველგანაა. მაგრამ ასეთ დიქტატურასაც ახლავს ერთი დიდი საფრთხე. როცა ინფორმაცია ყველაფერია, სიმართლე არაფერი ხდება. როცა ყველაფერი манипуляციაა, ნდობა ქრება. და როცა ნდობა ქრება, სისტემა კარგავს თავის სტაბილურობას. ჩვენ იმდენად გავიხლავდეთ ჩვენსავე შექმნილ ციფრულ მითოლოგიებში, რომ დაგვავიწყდა ერთი ფუნდამენტური რამ. რეალობა არ არის მხოლოდ ინფორმაცია. რეალობა არის მატერია, ენერგია და დრო. თქვენ შეგიძლიათ 1000 შეთქვათ ციფრულ სამყაროში, რომ შიმშილი არ არსებობს, მაგრამ ფიზიკური სხეული მაინც მოითხოვს საჭმელს. ჩვენ მივედით ზღვარზე. ჩვენი ინფორმაციული იმპერიები იმდენად რთული და გადატვირთული გახდა,
რომ ისინი იწყებენ გრებას საკუთარი სიმძიმის ქვეშ. ჩვენ იმდენ ენერგიას ვხარჯავთ ამ ილუზიების შესანარჩუნებლად, რომ დაგვავიწყდა მთავარი მსაჯული, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ შეგვიძლია მართოთ მონაცემები, შეგვიძლია ვიყოთ ინფორმაციული ღმერთები, მაგრამ მაინც ვერ გავექცევით სამყაროს მკაცრ კანონებს. რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვაგროვებთ, მით უფრო მეტ ქაოსს ქმნით გარშემო. ახლა კი, დადგა დრო, დავტოვოთ ადამიანური ამბიციების სამყარო. დადგა დრო, თვალი გაუსწოროთ იმას, რასაც ვერც ერთი ალგორითმი ვერ გადაწერს. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალაუფლების საბოლოო წერტილზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სიკვდილზე. თავი მერვე, ენტროპია. არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, რომლის წინაშეც ნებისმიერი იმპერია ქვიშის ნამცეცია. არსებობს კანონი, რომელსაც ვერც ერთი ადვოკატი ვერ აუვლის გვერდს და ვერც ერთი არმია ვერ დაამარცხებს. ეს არის თერმოდინამიკის მეორე კანონი, ენტროპია. მარტივად რომ ვთქვათ, ენტროპია არის სამყაროს მიდრეკილება ქაოსისაკენ. სამყაროს არ უყვარს წესრიგი. სამყაროს სურს, რომ ყველაფერი იყოს ერთგვაროვანი, გაფანტული და ცივი. ნებისმიერი სტრუქტურა, იქნება ეს ვარსკვლავი, ადამიანის სხეული თუ გლობალური იმპერია, არის მხოლოდ დროებითი ანომალია ამ უსასრულო ქაოსში. როცა თქვენ აშენებთ ქალაქს, თქვენ ქმნით წესრიგს იქ, სადაც მანამდე ქაოსი იყო. როცა თქვენ მართავთ ხალხს, თქვენ აიძულებთ მათ რომ მივაქვენონ სტრუქტურულად. მაგრამ სამყაროს კანონების მიხედვით, წესრიგის შესანარჩუნებლად საჭიროა ენერგია. რაც უფრო დიდია თქვენი ძალაუფლება, მით მეტი ენერგია გჭირდებათ მის შესანარჩუნებლად. და აი აქ ხდება პარადოქსი. წესრიგის შექმნით ერთ ადგილას, თქვენ გარდაულად ქმნით კიდევ უფრო დიდ ქაოსს ოღონდ სხვაგან. სამყარო ყოველთვის იბრუნებს საკუთარ ვალს. დაფიქრდით ისტორიის ყველაზე დიდ იმპერიებზე: რომი, მონღოლეთი, ბრიტანეთი. რატომ დაეცნენ ისინი? ისტორიკოსები მოგვიყვებიან პოლიტიკურ მიზეზებს, მაგრამ ფიზიკოსი გეტყვით, მათ უბრალოდ ენერგია გამოელიათ ენტროპიასთან საბრძოლველად. სისტემა, რომელიც ზედმეტად იზრდება, ხდება ზედმეტად რთული. რთული სისტემა კი მოითხოვს კოლოსალურ ენერგიას მხოლოდ იმისთვის, რომ არ დაიშალოს. დადგება მომენტი, როცა სისტემის შენარჩუნების ფასი აჭარბებს მისგან მიღებულ სარგებელს. ენტროპია იმარჯვებს და ქაოსი ყოველთვის იბრუნებს თავის კუთვნილ ტერიტორიას. ჩვენი მთელი ცივილიზაცია არის ერთი დიდი ბრძოლა გარდაუვალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიგონებთ ახალ ტექნოლოგიებს, ვხარჯავთ პლანეტის რესურსებს, ქმნით უფრო და უფრო რთულ ალგორითმებს. და რისთვის? იმისთვის, რომ ცოტა ხნით კიდევ შევაჩეროთ დაშლა, მაგრამ სამყარო მკაცრი მსაჯულია. ის არ იღებს ხრთამს. ის უბრალოდ ელოდება. სიკვდილი არის ძალაუფლების საბოლოო დემოკრატიზაცია. ეს არის მომენტი, როცა თქვენი პირადი ენტროპია აღწევს მაქსიმუმს და თქვენი სხეული უბრუნდება იმ ელემენტებს, საიდანაც თავდაპირველად წარმოიშვა. ვერც ერთი ტირანი და ვერც ერთი მილიარდერი ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, რომ შეეცვალა ეს ერთი მარტივი წესი. ყველაფერი, რაც იწყება, სრულდება. ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე იმას, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენი მცდელობები მართვის, შექმნისა და წესრიგის დამყარების მხოლოდ ამაოებაა. არა, პირიქით. ნამდვილის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გარდაუვალი მარცხის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ შენებას. ადამიანური ძალაუფლება არის ყველაზე ლამაზი ამბოხი სამყაროს ისტორიაში. ჩვენ ვართ ქაოსის ნაწილები, პრობლემას გადაწყვიტეს, რომ ცოტა ხნით მაინც იყვნენ წესრიგის ავტორები. აქ ჩვენ ბრუნდებით ფსიქოლოგიასთან. კარლ იუნგი ამბობდა, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი არის მომზადება ამ გარდაუვალ ქაოსთან შესახვედრად. ნამდვილი ძალაუფლება კი ნიშნავს, ქონდეს გამედაობა, ჩახედო სიცარიელის თვალებში და მაინც გააგრძელოს შენი საქმე. ჩვენი ძალაუფლება არ არის იმაში, რომ ჩვენ მარადიულად ვიბატონებთ. ჩვენი ძალაუფლება იმაშია, თუ როგორ გამოვიყენებთ იმ მოკლე დროს, სანამ სიკვდილი ჩვენს კარზე დააკაკუნებს. თავი მეცხრე, სიყვარული. ჩვენ გავიარეთ გრძელი და რთული გზა ძალაუფლების ანატომიაში. ჩვენ ნახეთ ძალაუფლება მის ყველაზე პრიმიტიულ, ფიზიკურ დონეზე და მის ყველაზე აბსტრაქტულ, ინფორმაციულ გამოვლენებში. ჩვენ ნახეთ თუ როგორ შეუძლია ძალას დაანგრიოს, დაიმონოს და გაანადგუროს ყველაფერი. მაგრამ თუ ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ დაგჭირთ შთაბეჭდილება, რომ ძალაუფლება მხოლოდ ბოროტებაა, მაშინ ჩვენი მოგზაურობა თავიდან უნდა დავიწყო. სინამდვილეში, ძალაუფლება არის ყველაზე წმინდა და საშიში რამ, რაც კი ადამიანს გააჩნია. ის არ არის უბრალო იარაღი სხვების წინააღმდეგ. ის შემოქმედებითი აქტია. დაფიქრდით, სამყარო თავისი არსით ქაოსურია. ნებისმიერი რამ, რაც ამ ქაოსში წესრიგს ქმნის, იქნება ეს დაწერილი ლექსი, აშენებული ხიდი, ჩამოყალიბებული ოჯახი თუ დაარსებული სახელმწიფო, არის ძალაუფლების გამოვლინება. შექმნა ნიშნავს, კონდეს ძალა, რომ არარსებობიდან არსებობაში გამოიხმო რაღაც ახალი. ის, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ძალაუფლებას ვეძახით, ტირანია, დიქტატურა თუ იზოლება, ეს ძალაუფლების ყველაზე დაბალი და დეგრადირებული ფორმებია. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანების მცდელობა, კომპენსაცია გაუკეთონ თავიანთ შინაგან უძლურებას. ნამდვილ შემოქმედს არ სჭირდება სხვების დაჩაგვრა, რადგან მისი ძალა შინაგანი სისავსიდან მოდის. ძალაუფლება, როგორც შემოქმედებითი აქტი, ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას რეალობაზე. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეს სამყარო არასრულყოფილია და მას შეცვლით, თქვენ აცხადებთ პრეტენზიას ძალაუფლებას. ყოველი დიდი რეფორმატორი, ყოველი მეცნიერი თუ ხელოვანი იყო ძალაუფლების მქონე პირი, რადგანაც მათ ჰქონდათ ნება, რომ თავიანთი ხილვა სინამდვილედ ექციათ. ჩვენს დროში, როცა სისტემები და ალგორითმები ცდილობენ ჩვენს დაპატარავებას, შემოქმედება ხდება პროტესტის უმაღლესი ფორმა. და თუ თქვენ არ ქმნით საკუთარ რეალობას, თქვენ ხდებით სხვისი შექმნილი რეალობის ნაწილი. თუ
თუ თქვენ არ გაქვთ ძალაუფლება საკუთარ ბედზე, თქვენ ხართ რესურსი სხვისი ამბიციებისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, შემოქმედებითი ძალაუფლება მოითხოვს მსხვერპლს. ის მოითხოვს დისციპლინას და სიმამაცეს, რომ დაუპირისპირდე ენტროპიას. შექმნა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე დანგრევა. დაანგრიოს სისტემა, ამას მხოლოდ ერთი წამი და უხეში ძალა სჭირდება. ააშენოს სისტემა, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს, ამას სჭირდება ინტელექტი, ნება და სიყვარული. შესაძლოა ცოტა უცნაურად ჟღერდეს ძალაუფლების ანატომიაში ამ სიტყვის ხსენება, მაგრამ ნებისმიერი მდგრადი შემოქმედება სიყვარულზე დგას. სიყვარული არის ის ენერგია, რომელიც გვაიზულებს ვიზრუნოთ იმაზე, რაც შევქმნით. ძალაუფლება სიყვარულის გარეშე ხდება ტირანია. სიყვარული კი ძალაუფლების გარეშე იქცევა უმწეო სენტიმენტალობად. სწორედ ამორის ერთიანობა შობს ცივილიზაციებს და ისეთ იდეებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყოვლის მომცველი ქაოსის პირისპირ შეუპოვებდნენ.